ოდესმე ხსმენიათ მიშელინის გზამკვლევის შესახებ. ან თუნდაც მიშელინის ვარსკვლავების შესახებ, რომელიც მსოფლიოში ცნობილი შეხვბზარეულების და რესტორნების ოცნებად იქცა. შეიძლება ხსმენიათ, მაგრამ იცით თუ არა, რისთვის შეიქმნა ეს გზამკვლევი? ის შეიქმნა მეტი საბურავების გასაყიდად. წარმოიდგინეთ, 1900 წელს ანდრე მიშელინი საჭმელზე კი არა, საბურავების გაყიდვაზე ფიქრობდა და მან გააცნობიერა, თუ ადამიანები მეტს იმოგზაურებდნენ, საბურავები უფრო სწრაფად გაცვლებოდა და უფრო სწრაფი ცვეთა გამოიწვევდა მეტი საბურავის გაყიდვას. ამიტომ მან შექმნა მოგზაურობის გზამკვლევი, რომელშიც დატანილი იყო რესტორნები, სასტუმროები. ავტომობილი ეს აქსესუარია საბურავისთვის. ისინი ყიდდნენ არა ტრანსპორტირებას, არამედ ცვეთას. ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული ხრიკი და ეს ყველაფერი გენიალური მარკეტერის გონების დამსახურებაა. გინდა გაიგო მეტი? უსმინე პოდკასტს. რა ვისწავლე ძმები მიშლენებისგან. უსმინე ჯაბას პოდკასტს. ის შენს ბევრს გასწავლის. სრული პოდკასტის მოსასმენად ლინკი იხილეთ პირველ კომენტარში.